ეხლა ვერ გათხოვები მკაბას. იმიტომ რომ შენ გაქვს. კარგი. ლაშა, ეხლა რა მითხრა იცი? ნოდარი გაუნთავისუფლებიათ სამსახურიდან. რას ლაპარაკობ, რატომო? რატო და დირექტორთან მიუტანია ამბავი, დაცვის უფროს საყვარელი ყავსო. რას ლაპარაკობ? მოიჭდე, მე მაგის გამო რატო გაათავისუფლეს? იმიტომ რომ დირექტორია საყვარელი. ლაშა მეწოდება ნოდარი. ძალიან. ნოდარი კი არა, მე ის ახალი სამსახური მეწოდება, სადაც ახლა ნოდარი მივა. ბოუჩიდე, მოდი ჩამაბარე. ჩაგაბარებდი, მაგრამ ისე მშია ძალა არ მეყოფა რომ მოყვე. კარგი, მაშინ წადი ხელები დაიბანე, ივახშმე და მე მოგისმენ. Yes. ისე ელენე, რა არიცი, რაც თეკლა წავიდა, რაღაცა სიცარიელია სახლში ხო? უიმე ლაშა, იქნება სიცარიელი, აბა რა, თავის ტანსაცმელები ხო წაიღო, ჩემი ნახევარზე მეტი თან გააყო. ხო და ლაშა, ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღე მაქვს სამსახურში. ძალიან მინდა რომ კარგად გამოვიყურებოდე, ლაშა, მაწინაურებენ. რა? მაგაწინაურებე? ვაა. აი, დირექტორის მეორე მოადგილე ხო ვიყავი და ეხა პირველი უნდა გავხდე. ესა, ელენე, ანუ ხელფასი მოგემატება, ხო? არა, ლაშა. აბა, სამუშაო შეგიმსუბუქდება, ხო? არა. ახალ კაბინეტს გაძლევენ? არა, ლაშა, ისევ იმ კაბინეტში ვრჩები, სადაც ვიყავი. მაშინ კარგად უნდა გამოიყურებოდე, ელენე, თორე რაღაცით ხო უნდა მიხვდე ეხლა როგორ გაწინაურებენ. ფიზია, შენ არ გაწინაურებენ? შენ წესიერად მოიგეთ, თორე მე ჩავიბარებ მაგაკვეთილებს იცოდე. ლაშა. აი, წარმოიდგინე, მაცვია ღია ფერის შარვალი, ესე და ესე ამ შარვალს არ მოხდება. არა, წარმოიდგინე, მაცვია მუქი ფერის შარვალი, მწვანე პიჯაკი და თმა მაქვს აწეული. როგორ გამოვიყურები? ელენე, მოდი რა ვქნათ ახლა, იცი? თმა გაქვს აწეული, ხო? მოდი გაიშალე თმა. ხო. აი პიჯაკი არ მოუხდება, ეგ მწვანე. ჟოლოსფერი ჩაიცვი. ჟოლოსფერი. ხო. ლაშა, ჟოლოსფერი ამ შარვალს არ უხდება. არ უხდება, ხო? მოდი რა ვქნათ, ის მაშინ ეგ შარვალი არ გინდა და კრემისფერი ქვედა ბოლო ჩაიცვი. კრემისფერი ქვედა ბოლო. ლაშა, შემომხედე. უხდება ეხა ეს ჟოლოსფერი ამ კრემისფერი ქვედა ბოლოს? და იცი რა საერთოდ არ მომწონს არის ჟოლოსფერი. არც მწვანე არ მომწონს, მაგრამ ჩემ დირექტორს მოწონს. აჰა, მაშინ ყველაფერი მწვანე ჩაიცვი. კარგი რა ლაშა, ერთხელ გთხოვე დამეხმარე თქო, შენ კიდე მაიმუნი. შენ კიდე რატო არ ჭამ? ეს რო ჭამ დამესიზმრება და ვეღარ დავეძინე. კარგი, მაშინ მოდი შემწორ კარტოფილს გადმოგიღებ. რა? შემწვარი კარტოფილი? რას? ელენე, შემწვარი კარტოფილი გვაქვს ჩვენ სახლში? ლაშა რა. მაიმუნ შევჭამ რა. შემწვარი კარტოფილი, მოდი ჭამ. იცი რა არის, ცოტა ნაღები ბევრი მომივიდა, მაგრამ სამაგიერო დარიჩინი უკენი ცოტა. დარიჩინი მაინც გემოვნების ამბავია და თუ გინდა შეგიძლია დაამატო. დარიჩინი გემოვნების არის, აბა ახლა ისე დარიჩინი კარტოფილს ნაგებთან საწყალი კარტოფილებია, საწყალი კარტოფილები. აი, ნიკა, ახლა ხვდები, რა ცუდია თეკლა რო წავიდა. მეტი საჭმელი შეგხვდება ჩვენ. წავედი მე დავიძინე.
ხო ლაშა დაიძინე შენ ხვალდილას სამსახურში არ დაგაგვიანდეს არ გიხდება ეგ მწვანე პიჯაკი გითხარი მე შენ მიდი რა ნიკა ეხლა წვენი ხილი და ნამწვარი შემომიტანე ძილის წინ მიყვარს ვარე მაცივარში დაიძინე ელენე არ გაინტერესებს აისწავლა ჩაიბარი აბა ერთი მოდი ჩამაბარე დავიდი მე დავიდი მოდი ჩამაბარე რას ვიზამიცი წავალი ხლა მე გადავიმეორებ და ხვალ ჩაგაბარე შენ მაინც დაღლილი ხარ და ხო კარგი მიდი ნიკა გადაიმეორე ხვალდილას ჩამაბარე შტაბი რა შტაბი ხო შტაბი გართობა გაკლია ნიკა ახლა მაგარია დე აი სტუმრები რო გვეყოლება აქ შევალ და აქვე მეცადინებ აი შენ და ქალების ამბავი ხო ვიცი ხო და მოვაკიდევინ მე დარჩება ჩვენთან ხო და სიწყანი ხომ ჭირდება მაინც მოზარდი ვარ ნიკა ლაშაბიძიამ გითხრა ხო შტაბი გააკეთეო მან არა მე თვითონ მოვიფიქრე ლაშაბიძე აქ ვერ შეეტევა მარტო ჩვენ გვეცოდინება ხო დე კარგი წავედი შტაბში იმეცადინე იმეორე ხო სამი ხო როგორ ხარ ხო კარგად რა ვიცი აქ უნდა მოხვიდე ხო მაგრამ შენი ძმა სალომე სახში და შენ ძმასთან უნდა მოხვიდე ხო მე ვიფიქრე შენთან მოდიოდი მეთქი და ხო იცი მე უხეხულო პრინციპში ხა შენ ძმასთან თუ მოდიხარ მე ხო სახში ესე გამოდის რომ შენთანაც მოდიხარ ხო ეგ იმიტომ რომ ხო ის დაძაბული ვარ ცოტა მაინც მერიდება შენ ძმასთან და არ შემიჩნიოთ მეთქი მაგრამ ისე კარგად მოგიფიქრებია შენ ძმასთან რომ მოდიხარ იმიტომ რომ გამოდის რომ შენთანაც მოდიხარ ხო ხო იმიტომ რომ რა არის ეხლა ხო მერიდება და აი ხა შენთან რომ მოხვიდი არის ფიქრს რომ ჩემთან მოხვედი გაიგე ხო კარგი მოკლედ მე სახში ვარ შენი ძმაც სახშია და მოდი სალომე კარგი ხო კარგი ვა რატი ვა მიდი ხარ სადმე არა რატი სად უნდა წავიდე ისა რატი სახლი ხო არ აგველაგებინა სახლი აგველაგებინა? დაგველაგებინა, ხო. ველოდები ვინმეს? არა, რატი ვის უნდა ველოდებოდე? გამოტყდი ვის ველოდები? არა, ვის რატი ვის უნდა ველოდებოდე? უბრალოდ რა იცი იმას ველოდები, რა ქვია, ნუ, ხო იცი რა ტიპია, მე მოვა და დაიწყებს, რა ქვია, სახლი არის დასალაგებელი და გაანები ამ ტელევიზორს თავი ერთი წუთი. შენ იცინე და იმ დისკოთეკის მერე ნუ ისეთი თვალებით გიყურებს. ხო, გაი, გეხუმრე რა მოგივიდა, ბა. ო, შენ იხუმრე და იმ დისკოტეკის მერე ნუ მართლა ისეთი თვალებით მიყურებს რაღაც. შენ იხუმრე, მე ვიხუმრებ, შენ ციხუმრე და ეგრე რა ხუმრობაში. ეხლა ადექი მოდი და სახლი დავალაგოთ. ჯერ ეს ოთახი დავალაგოთ ორივე ერთად. მერე მე ჩემ ოთახს დავალაგებ პარალელურად, შენ ოთახს დავალაგებ, აბაზანაზე არ ნერიულო პროფესორმა დააწყრიალა უკვე. ადექი ეხა წამო. არა, მოიცა ეგრე არ გამოვა პაატა, რა ცოტა უნდა საქმეები უნდა გადავინაწილოთ, ეს ადვილად ხო არ ხდება რა. კარგი, მიდი გადაანაწილე ხა. ო, აი შენ სანამ მან ჭურჭელს გარეცხავ, მე აქ და გავაკეთებ. სანამ შენ მათ გამოხვეთა, მე რაზმებს გავაკეთებ. მე ტვერს გადაწმინდავ და მე სამზეს გავაკეთებ. ისა რატი? რას გააკეთებ? ხო გითხარი პაატა. ვერ გავიგე რატი. კარგი რა სხვის საქმეებში ნუირები ისე და ხო ხედავ რამდენი საქმე აქვს თავზე საყრელი რა. ო თავზე გექნება საყრელი რატი აბა რა იქნება შედი ერთი შენ ოთახში რას გავს იქაურობა და მე შემოდი ჩემ ოთახში ერთ ტანსაცმელს თუ ნახავ ისე მიგდებობს. პაატა შენ ტანსაცმელს ისე ერიდება ერთმანეთის რომ თვითონ შედიან კანადაში. გინდა ხ მოეშვი მაგხურობას აიღე ბოთლები და გაიტანე და აივანზე ჩაყარე ურნაში მიდი ბოთლები? ხო ბატონო კალათბურთი გიყვარს? აუ კალათბურთი ხო მაგალად ხო მარა ნახე რა პასი მოვიდა პაატა უარა მაგარი აივანზე ჩატენა პაატა წავიდა ჰოპა აუ ჩატენა რა
რატი დამინახე რა მაგრა ჩავტენი იცი რა მაგრა წავიდა კიდე დამინახა ჰა ჰოპა სლენდანკი რატი რა? სლენდანკი რა ჰაერში რო უგდები და როტენია წავიდა ამიგდე ჰა მოიცა ბატა რა სლენდანკი გენაცვალე შენ ხარ ეხლა გამთამაშებელი გამიგე? გამთამაშებელი ხარ შენ ხარ თამაშის ძირი ფუძე ყველაფერს შენ აკონტროლებ თელ თამაშს მე აგერ ბლოგს დავიჭერ რომ მოწინააღმდეგე არ მოვიდეს ბატა ასე გესი გამთამაშებ წავიდა რატი მიყურე ჰოპ რატი მიყურე ნიკა რა ხმაურია გარეთ ვინ ჭუბობს? კაცები თამაშობდნენ დომინოს. ლევანიკო მაივნიდან ხახუ ესროლა. ხო და ამათ შეეშინდათ. და არიციან ვინ ისროლა და დგანას და ყვირიან უაზროთ. ისე სერიოზული ფილმენი ჩავატიპტიპე რა. სერიოზული თუ 60. არ არის ეგ შენი საქმე. მე ისე ლაშაბიძია, ეგ პატარა პელმენები არ შეგეცოდნენ თუ შეჭამე? არა ნიკა. იმიტომ რომ ფილმენები ბოროტები არიან. რატო და ადამიანებს ფულს ახარჯინებენ. არა, ბოროტები კი არიან, მაგრამ გემრიელები. მაშინ შენ გმირი გამოდიხარ ლაშაბიძია, იმდენი პელმენი გაანადგურე რომ ხო, მართალი ხარ. ხო და დავიღალ მე ამ ბრძოლით. წავალ ახლა ბალის შევებრძოლები. არ დაიძინო. რა არის ნიკა, რა მე მჭირდება ძილი ნიკა. ძილი მჭირდება. აბა ისე სამსახურს ვერ შოულობ. ექნებ სიზმარში მაინც ვნახო. გამიშ. აუ ბიძია, გეხვეწები არ დაიძინო რა. ხო იცი როგორ მისულია სახში მარტო დარჩენის. დადი შენს დაიძინე მე. აუ, რამე ვითამაშოთ. სულ ცოტა ხანი. ეს არ მომეშვება რა. კარგი ვითამაშოთ ფარაონობანა ვითამაშოთ ნიკა. ეგ რა თამაში? რა თამაშია და მე ვიქნები ვითომ ფარაონი. ხო, შენ მსახური. მე აგერ წამოვწვევი დავიძინებ და შენ მიყურე. აჰა. კარგი რა ლაშაბიძია რა. თემკას უეთამაშება ხოლმე თავისი ბიძია. მე კიდე თემუკა ჩემ წინააღმდეგაა რა. არა, კარგი ხა და მეზარება რა, გეხვეწები. რა უნდა ვითამაშო ახლა? ხო რა. კარგი. ხო. გაჩერდი. კარგი ბატონო, რა ვითამაშოთ? რა და დამალობანა. ხელები აიფარე თვალებზე და 20-მდე დაითვალე. ვიდი. 20-მდე? ვიდი. კარგი. 1 2 3 6 ლაშაბიძია. 16 17 18 19 და 20 კარგი რა ლაშაბიძია რა. კარგი. ახლა მართლა დავითვლი და მე შენ დაიმალი, კარგი? მიდი. 1 2 3 20 სად არის კაცო ნიკა? სად არის ნიკა? სადაბა მოვძებნოთ ნიკა, მოვძებნოთ. აქ არ ყოფილა. არა, აქ არ არის. აბა აქ ნახოთ. არც აქ არ არის. გამარჯვებულო გამოდი. გამოდი ახლა. ნიკა ფეხი გიჩანს, გამოდი. როგორ დამინახე, არ მიჩანდა ფეხი. ახლა ხო გიჩანს სტუკა. ლაკი დამინახე რა ჩავტენე იცი? იცი რა მაგრა ჩავტენე, მოდი. ჰა, მოდი. მოიცა. ჩემი დის ნომერი გიწერია?
ის რა ხო რატი შენ ხომ ჩემი ტელეფონით არ ეკავ ხოლმე მაინც სულ და რო გაგიადვილდეს რა ბარემ ჩავწერე აუ რა ჯიგარი ხარ მოდი ჯემსონას და იმედოს დავამატებ მაგათანაც ხო ეკავ ხოლმე დავამატე ჯემსონა და იმედოს დავამატე მიდი მოიცა ჩემდას დაურეკავ შენ პირ დამოვალო ისე რანაირად ვერ დავითანხმე ეს გოგო სულ სხვანაირი გახდა შეიცვალა მეთქი ხო გითხარია რა პატა უხერხულება ძლივს დავითანხმე ადრე სხვანაირი იყო რა არ ვიცი რა შენი რისიგე უხერხულება ვერ ხვდები ჩემი და ხო შენი და რა პატა ნუ რა ვიცი რატი ხო მე ხომ ყავს შემიდა და მე ყოფა ეგ ჩემი დაიქნება მე გავაღებ კარგი მიდი ვაჰ სალო მოდი სალო მომენატრე რატი რატისაც მოენატრე სალომე გამარჯობა სალომე მოდი სალო დაჯექი და მომიყევი როგორ არის შენი საქმეები აბა მე კარგად ვარ შენი ამბები მაინტერესებს როგორ არის ჩემი ნუ სტანდარტულად ინსტიტუტში ლექციებს კითხულობ იქ ჯემსონა ახალი ტვირთი მივიღეთ განვაბაჟე ძლივზლიობით რაღაცები არ ვიცი ტარაბუა დაახვია იქაურობას რა და შენ თუ იცი ჯემსონამაც ახალი მანქანა რო გამოიყვანა აი გამოვიდა თუ არა ეგრევე გაზდო ვიღაცამ გაჩხაბლა ჭუიდან აიწია კინაღამ დაანგრია იქაურობა ყავა გინდა კი ყავა მოგიდუხე პატა შენ ხომ დალევყავას? არა მე ყავა არ მინდა თქვენ ხო დედმამიშვილები ხარ და რა უფლებით ჩავერიო თქვენ ოჯახური დილიაში ისინი ვერ გელაპარაკები ახლა кайგე ხო ვერც მე ვერ გელაპარაკები ესპანური ხო გახსოვს ესპანური კი ესპანურად მითხარი და გავიგებ კარგი პორკე რაპორკე აბა რა სხვა სიტყვა აღარ მახსოვს ყავა მოვიდა. რაზე ვლაპარაკობდით და აი ხა სალომეს ვეკითხებოდი ახლა რომ გუშინ უყურებდი რაღაც ფილმს. ხო და იმ ფილმში ბიჭი ეპატიჟებოდა გოგოს რესტორანში, გაიგე? ხო და მე ჩამეზინა და ვეკითხებოდი ახლა შენ ხო არიცი იმ გოგომ რა უპასუხა? წამოვალო რესტორანში, წამოვალო? კიო, წამოვალო. უი, რა კარგი ფილმია, ხოლმე დიდი სიამოვნებით ნახა. რა ფილმია? მე არ ვიცი. არა, შენ ეგ ფილმი არ იცი. პრინციპში თავიდან რომ ნახავ არც მოგეწონება. ხო, მაგრამ მე რა არის ნელ-ნელა ამ ბიჭის პერსონაჟს რო ჩაწვდები რატი? დამუღამებ მაგრად. აქ სადავიმალო მე. კარგი, მაშინ ისე მე დავიმალე. ხო, დაიმალე. დათვალ. უი მე კიდე 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 ალო ხო თეკლა ხო გამოგიყვან. ხო, რა ვიცი, ძველი ლიფტია და იჭედება ხოლმე. ხო, კარგი. ნიკა, შენ არ გამოხვიდე, მე არ ვიცი სად ახარ. თეკლა შენ მოვიყვან და მე მოგძებნი. აუ, ეს სანამ თეკლას გამოიყოს, მე თეკლა თავის სამსახურის ამბობს მოუყვება. Ramagari shtabi makra. Haide, lasha დიდი მადლობა გეძინა ხო? არა, არ მეძინა, ნიკას ვეძებდი. მოზე, შენ სამსახურს არ ეძებდი? ხო, მაგრამ ახლა ნიკას ვეძებ. რა, ნიკას ეძებ? ხო, სად არის? ვაიმე, დაკარგე ბავშვი ხო? ვაიმე, სად არის ნიკა, ჰა? აბა, თეკლა, დაკარგე ბავშვი. საწავიდა კაცო, საწავიდა აღარ ვიცი რა, აი დამალობანას თამაშობდით და ვეძებ და ვეღარ პოულობ. აბა, კარგი, ლაშა, რა დროს მაიმუნობა? სერიოზულად გეკითხები, სად არის? სერიოზულად პასუხობ მე, რას ქვია მაიმუნობა? პატარა ბავშვი ხო არა ვარ? დამალობანას თამაშობდით და დავკარგე ვეღარ პოულობ. და
მე რას გახარ ლაშა აქ იქნება სადმე მოიცა ადი შეძებოთ მოძებნე მე აქ მოძებნე ნიკა არ გამოხვიდე ცოტა ხანი ვაწვალოთ ეკლა უზე ელენე რა შარვალი როდის იყიდა მიმავალ ეკლა მაგის გამოახვედი ზებოთ ჰა აი ხოლმე არ იყო ზემოთ ლაშა ვაიმე ძალიან ნერვიულო ისა ელენეს რომ დავურეკოთ რა უნდა დავურეკოთ არა დავურეკოთ ინერვიულებს თუ არა დავურეკოთ არა მოვძებნოთ ეხლა აქ იქნება საწავიდო და ეხლა არა რომ ვერ მოვძებნოთ ლაშა უნდა დავურეკოთ აი გასცა რა უნდა კარგი დაანებით კარგი ვიხუმრეთ ხო რა და გემართა ნიკა გამოდი მაიმუნისე ნიკა ჰოპ ჰოპ ხომ არა ნიკა აქ იყო ჩემი თვალი დავინახე აქ წავიდა აქ შევიდა მართლა გეუბნები აქ ნიკა ვაიმე საცა მიდი საბაზაროში ნახე მე აქ ნიკა აი ლაშა რა კარი ახია ნიკა ლალი აჯერ დარეკეს პარიზიდან შენ გიკითხეს ეხლა მოხვედი ხო არა 3 წუთია რა ფრანგი რეჟისორები რომ ჩამოდიან აინტერესებთ ყველაფერი გარკვეულიაო კი Facebook-ზე გავაზიარე ყოჩა მაშინ მე სასტუმროს ვახშამს და სტუდენტებთან შეხვედრას მივხედავ აბა ყველაფერი შენ ხომ არ გააკეთე ფოტოშორის მე საბუთები მოვამზადე მართლა კი უბრალოდ იქ შენიშვნებია შესასწორებელი თარიღია მისათითებელი და ხო კიდე ბეჭედია დასარტყმელი ლალი და შენ რა გააკეთე მაგიდაზე დაგიდე აი კარგი მაშინ ამას მე ნესტან შეუტან დაკავებული ხომ არ არის ოხ ლალი რამდენს მუშაობ ცოტა ხომ უნდა დაისვენო ესე წარშიდე გამარჯობ უკაცრავად ქალბატონო ნესტან ლალი რატომ არ მითხარი დაკავებული თუ იყო ხო უნდა მეთქვა და შენ შემასწარი დაკავებული თორე მეგეც იყოს რა ჯერ ხომ თელ დღე ტელეფონზე ლაპარაკობს მერე გამოვა და დაიწყება ვაიმე ძალიან ბევრი საქმე მაქვს გადავიღალე უნდა დავისვენო ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ვიღალე ცოტა უნდა დავისვენო მართალია შენ ბატონესთან თქვენ ძალიან ბევრს მუშაობთ და ცოტა დაისვენთ რა ეგრე არ შეიძლება ლამაზი ზედაგაცვია მადლობთ ქალბატონო ნესტან აი ამ დოკუმენტებს გადახედეთ და ბეჭედი გაქვთ დასარტყამი ელენე ვერ ხედავ რომ ქალბატონესთან დაღლილია ეს ჩვენ შევასწოროთ რა აი აქ დავდებ მე ჩავა და ყავას დავლებ თორე დილდანაფარ და ძალიან დავიღალე ой ისე ქალბატონესთან შესანიშნავად გამოიყურებით ქალბატონო ნესტან ჩემ დაწინაურებაზე უნდა გეთქვათ რაღაც ხო რაღაცნაირად გადავწყვიტე რომ არ ავჩქარდე ნელა მითხარით ნელა ძალიან კარგი თანამშრომელი ხარ კარგი გოგონა ხარ მაგრამ რაღაცნაირად არ გიცნობ ჯერ აი ლალი უკვე გავიცანი ამიტომ სიჩქარის გამო არ მინდა არასწორი გადაწყვეტილება რომ მივიღო გონი ლალი საერთოდ არ იცნობთ ცდები ერთი კვირის წინ ჩემი შვილი მივიყვარეთ ჩოგბურთზე. ერთ-ორ დღეში ლალიმაც შემოიყვანა თავისი ბავშვი. სანამ ბავშვები თამაშობდნენ, მე და ლალი ვისაუბრეთ და საოცრად კომუნიკაბელური გოგო აღმოჩნდა. ჩოგბურთი, ვაიმე, ჩემი შვილი ნიკა გიჟდება ჩოგბურთზე. სულ ამბობს ისაო, ესაო. ჩოგანიცო. კარგია. გუშინ როზე დაგეცვა, ის უფრო გიხდებოდა. სალი, ხო, ეს წუთია შემოვედი, ხო? ხო, შენი ძმაც მე მგონი თავის ოთახში, კი.
ხო, კარგი, კარგად. ხო, როცა მოგინდება დამირეკე, არ არის პრობლემა. ხო, მართლა რა უნდა გითხრა, შენი სახელი გადავაკეთე ჩემთან მობილურში, ტელეფონში, ხო და ისა რა ქვია, ჩავწერე ბაბუა, გაიგე, ხო, ვერ მიხდეს, ხო და დამირეკე ხოლმე როცა გინდა, არ არის პრობლემა. კარგი, კარგი. აბა კოცნი ბაბუ. ხო. და სახში, ხა? ხო, რა ვიცი, აქ თუ არ ესე იგი სახში ვარ. მინდა დაგელაპარაკო რა პა. მართლა? რა ხდება, ხომ მშვიდობა, რაზე უნდა დამელაპარაკო რა? ჩემ დაზე. შენ დაზე? ხო, ისა თხილად. დაიმატე რა არის, ეს გიყოფა ამხელა კაცი. დაიმატე ცოტა. მომისმინე ისა რატი, სანამ ლაპარაკს დაიწყებ. უნდა შეგახსენო, რომ მე აღმოსავლური ორთაბრძოლები მეხერხება, რომ ისურე მაინც. ხო. ეგ რა შუაში? აი, გააგრძელე, ხო. ჩემიდან მე მგონი ვიღაც ბიჭს ხვდება რა. რა? ვიღაც ბიჭს ხვდება. ვინ ბიჭს ხვდება, რატი? არ ვიცი, არა, დავინახე, მაგრამ არ ვიცი. ვაიმე, ვინ ბიჭს ხვდება, რატი არ გამაგიშო? ერთი ბაბუასთან მაგ მე დასარეკი მომენტი. რა დროს ბაბუასთან დარეკო? რა დროს ბაბუა, პატა, გითხარი ჩემი და ვიღაც ბიჭს ხვდება მეთქი რა. დავინახე შორიდან, აი გაჩერება რო არის, ხო, იქიდან წყალს ვავდნენ რა. ახლა ხას 1 საათის უკან. დაინახე პატა შენს? არა, რატი მე საიდან დავინახავდი, უბრალოდ ახალი ამბავი აქვს, ხო, ეგ გივიკითხე რა, ახალი ამბავი აქვს, ხო? ხო, და სახეზე ხო არ დაგინახავს? სახეზე არ დამინახავს, ერთი შევამჩნიე რომ მაღალი ბიჭია რა. მაღალი ბიჭია? ხო. რა ზვადა? არაფერი ისე. მუხლები ამკიდა რაღაცა. ხო, და ისა რა ქვია? ტანსაცმელი ხო არ დაგინახავს რა ეცვა. არა, ტანსაცმელი არა, მე მგონი ჩვეულებრივად ნორმალურად ეცვა. აჰა, ესე იგი ქონია ნორმალური ტანსაცმელი იმ ბიჭს, ხო? ტანსაცმელი რა შუაშია, პატა, ერთი მანახა ის ბიჭი რა. განახა რა, გაწოდინა. არ ვიცი, აი რამე რო აწყენიოს რა პატა, არ ვიცი, აი სახეს გაუხევ რა, აი ავახევ, ავათგლიზავ სახე, მანქანის გადაუღე რა. აი და მე გაიგო, ხო. ალბათ გაიგო, იმ ხელაზე ყვირი ხარ, კარგი. არა, მართლა მაინტერესებს რა ვინ ბიჭს ხდება რა, პატა. დამეხმარები? კი. აი როგორ შეგიძლია დამეხმარო პატა, გეხვეწები რა. როგორ და რესტორანში თუ წავა შენი და გავყვები. ვა, ეს რა კაი მოიფიქრე, ხო იცი? კინოში თუ წავა, იქაც გავყვები. ხო, სასეირნო თუ წავა, იქაც გავყვები. ხოჭე, რა იყო პატა, რა გჭირს? არაფერი, უბრალოდ ხო. ბაბუა. ხო, ბაბუ. ხო. მოვალ აბარას ვიზავ, ხო. ისა ხო ჩამოხვალო ჩემთან ხარ გაუსიო და ხო აბარას. ხო. 8 საათზე მანდوار კი? ხო, კოქტეილი შენზეა. ასო მამია, ხო იცი ბაბუა ჩემის მაგან აიტეხა ამ სიბერეში, ბარმენი უნდა გავხდეო. გავხია კაცო. ხო. კარგი, კარგად აბა. მეც გაკოცე ბაბუ. რატი ჩვენ შვილიშვილები ბაბუებისთვის ხო ყოველთვის პატარები ვართ? ხო? ხო და მკოცნის ხოლმე ეს, მეც ხო უნდა ვაკოცო აბარა. დეიდა, აი ეზოშიც არავის არ უნახავს ნიკა. აი წინა და უკანა ეზო შემოვიარე, ასად არ არის არავის არ უნახავს. დავიჭირე ლევანიკოს ტურუების და ვკითხე, ნიკა ხომ არ გინახავს? მაგ ბავშვზე ხოცი გაბრაზებული ვარ, ჩემი ემზარს აირიდან ხახვი ესროლა. მიპასუხა არ ვიციო, ადექიდან ტურები დავაწიწკნე. დედამის რო ვკითხო, უჭრის ფული არ აქვს ლიფტის. მაგისი შვილი კი აივრიდან ყარაღაჯის სამლარიან ხახვს წითელს ესვრის ხალხს. აი, ლაშაბა რა ვარ? ვაიმე. არის და არც პაატასთან არ არის და ფრიდონი კიდე საერთოდ სახლში არ არის. ვაიმე, ფრიდონი გასტროლზეა ფონიჭალაში. ვაიმე, ფრიდონმა ხომ არ
კაცა ნიკა. ვაი მეკიდებ კულისებში ყავს და სცენის მტვერს აყლაპებს. ცოტა ხანში თუ არ გამოჩნდება პატრულში უნდა დავრეკოთ. კი. პატრულში აქამდეც უნდა დამერეკა თეკლა, მაგრამ მერიდება როგორ უთხრა ამ ხელა კაცმა 11 წლის ბავშვს დავკარგებენ. ვაიმე, იქნება აქ არის სადმე და ვერ ხედავთ, ჰა? არ ვიცი რა უნდა ვქნა მართლა აღარ ამ ფილოსოფიებში შევატყიეთ ამ ფილოსოფიებში ბარაკასთან და ნიკა შემოისურვა. აი, ნიკა შემოისურვა. ნიკა. არ ვარ მე ნიკა პროფესორი. შეგამჩნიეთ ბატონო პროფესორო, ვერ თქვენ ვერ ნახეთ, ხა? ვერ სად არ ვეძებოთ, თქვენში ვიყავი სარდაფში, ავტობუსების ბოლო გაჩერებებზე, მეტროულ შენობებში, არსად არ არის. მას რატო ეძებდი? რა ვიცი, ბავშვობაში ეგეთ ადგილებში ვიპარებოდი ხოლმე მე. ბევრი საინტერესო რაღაცები იყო ხოლმე, პოულობდი. მახსოვს ერთხელ არა, მაგას არ მოგიყვებით, უფრო ინერვიული. აი მე რა ვქნათ აღარ ვიცი რა. თუ გინდა წავალ და იხელახლა მოვძებნი იგივე ადგილში, არ მეზარება. აი მე შევიდე და წახვიდე. ხო, არ წახვიდე, მე შენ სად გეძებოდ სხვენში თუ ჭაბურღილში? ვიცი რა უნდა ვქნა, აღარ ვიცი რა, რომ ელენი რა უნდა უთხრა მითხარი რა თეკლა რა, აღარ შემიძლია მართლა აღარ შემიძლია. არა დააგიყო, აი ფარდის უკან შევიდა და დაიმალა, ხო ვიცი რა. შევიდა, მაგრამ ხობა მეთქი და არაო, ხობა. გაჩერდიეთ, ვერ გეწევი, რაღაც თქომი. ელენეს მოსვენა თუ არ გამოჩნდა, ხო? შემიძლია ჩემ ლაბორანტს ბიჭი ყავს, ნიკას ჩამოგავს ძალიან და იმას ამოვიყვან მე და ამასობაში ნიკას გამოჩდება. აი მე პროფესორო, მე მგონი თქვენი ყვავილი გეძახით აივანზე. ვიცი. რომელი საათია ელენი არ მოვიდეს? მომისმენთ ელენი თუ მოვა, სხვა რაღაცაზე გადავიტანოთ ყურადღება, იქნება ამასობაში ნიკაც მოვიდეს და მე აუხსნი ყველაფერს რა. ნუ გეშენია ჩემი ემზარი ეზოშია გაფრთხილებული მყავს, შემოვა თუ არა ელენე მაშინვე დარეკავს. აი მე რა კარგი. რა ვიცი მარ. ვიქცეოდა ხوارცალქობდა. არა, ვერ მოასრო. ემზა, აქეთ, დავინახე. ხო და ბოთე ხარ, ბოთე. ელენე, როგორ ხარ სამსახურში, რა ხდება? რა ვიცი, თეკლა ცუდი დღე მქონდა. დღეს მართლა ძალიან ცუდი დღე გაქვს. არ დაგაწინაურეს ელენე? არა, ნესტანმა თქვა არ მინდა ავჩქარდეო. ბავშვი სად არის? ბავშვი ნიკა? ნიკა რაღა ბავშვია? რაღა ბავშვია ნიკა ელენე, მარტო რო გაუშვა, ასე კარები რო გაუღო და გაუშვა მარტო დამოუკიდებლად შეძლებს ცხოვრებას, აბა? არაფერი არ არის სანერვიულო, შენ არ ინერვიულ. კი. რა სახეები გაქვთ მოხდა? გახარ. ვაიმე. აღარ დგავარ. სად წავიდა ეს ბავშვი? ნიკა! ელენე, ნუ ეძახი, ხო იცი რანაირი ბავშვია? მაინც ხმას არ გაგცემს. თეკლა. დღეს გადავწყვიტე, რომ ნიკა ჩოგბურთზე ვატარო. მე ჩოგბურთზე. ჩოგბურთზე ელენე, შენ რატომ უნდა ატარო? დიდი ბიჭია უკვე და თავისი ძივლის. მეგობიცოდა. იქნება ელენეს სხვა რაღაცებზე დაელაპარაკოთ, რომ ნიკაზე არ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს. ელენე, შენ ახლა ბევრი ხილი უნდა ჭამო, უნდა მოძლიერდე. ნუ ბიცოლა, რაღაცის მოყოლას აპირებდით ელენესთვის, ხო? ხო, აბარა, ლაშა. ელენე, დღეს ველაპარაკე ჩემი ინდირას. ისე მომენატრადე და ენაწოლოს ხო იცი დედისთვის რაზნელია შვილს რო ვერ ხედავ ახლოს. გონია რომ რაღაცა ემართება ცუდი. ბიცო. ელენე, ჩემს გაუხმა ის თავი. არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც. ლაშა, აღარ შემიძლია ვუთხრათ რა. მოიცადე, ჯერ დაისვენოს და მერე ვუთხრათ.
ხოთა ხახვი რო დაეცა, ჩემი მზარ შეეშინდა. იცი რა ოჯახიც არის, ისეთია ის ბავშვიც. აბა ჩვენი ნიკა როგორი ბავშვია. გამარჯვების გმას ვერავინ ვერ დაასწრებს. მაგრამ საწავიდა ეს ბავშვი ნიკა. აიმე, მაშა მოიფიქრე რამე. ნიკა კი არა შეხედე ტელევიზორში რა ამბები. რაო და ბრატისლავაში გენაცვალე ჩატარებულა ეს სპორტულ ცეკვებს შორის შეჯიბრება იუნიორებს შორის ხარ. არის მაშა ჩვენიანი თუ იყო ვინმე ჩვენიანი. რა ვიცი რას გაიგებ ამაცას. შეხედე. ნიკა. კარგი ვაჟა, ვუთხრათ. ელენე მოდი რაღაც უნდა გითხრათ. თან წყალი წამოიღე ერთი ჭიქა. სუდად რომ გახდება მივასხავ. მოდი ელენე. დაჯექი. მადლობა. დაჯექი. ელენე, ზიხარ. ზივარ ლაშა, ზივარ. ელენე, მე და ნიკა თამაშობდით დამალობანას. ხო და ნიკა მომიგო. ძალიან მომიგო. ლაშა რა ხდება? რა ხდება? მოხვედი ელენე უკვე? რა კენთ უთხარით? ჯერ არა. მაშინ დაგელოდებით, მაინტერესებს რა რეაქცია ექნება. ლაშა რა ხდება გამაგებინე? რა ხდება და ნიკა ნიკა ხო იცი ნიკა ჩვენი ნიკა აიმე ნიკა ოხ ნიკა ლაშა რა ხდება გამაგებინე კაცო? რა ხდება და სტუკა ნიკა სტუკა სახში ყოფილა ბოთე ხარა ბოთე შენ რა გითხარი სახში ყოფილა რა ბოთეშე სახში ყოფილა? ბოთე ლაშა რა ბოთე? რა და ბოთე ვარ ხო ბოთე დაბნეული ძილვარ და აღარც მარცვალ ვიკრიფები თუ არ გინახავს იმის ფარდა ანატირებული ტირიფები მე გაზაფხული მოგეპარე და გაზაფხული ვა რა ჭირს ვარდა? არაფერი რატი რა უნდა მჭირდეს ახლა შევხვდი სანდრო არის ჩემი კლასელი ერთი კალანდაძე ხო და იმ სანდრო კალანდაძეზე გამახსენდა ბესო კალანდაძე და ბესო კალანდაძეზე კიდე სიმღერა და მე გამიგე იმაზე რამე სალომეზე კი რაღაცები გავიგე მე აბა ვინ არის ბიჭი რა ვინ არის არ ვიცი რატი მაგრამ აშკარად კარგი ბიჭია ხო განათლებული ჭკვიანი ძალიან სიმპათიური თან როგორ მღერის რატი ხო სულ ეგ გაიგე დღეს ხო დღეისთვის ხო მაგრამ მე ნელა ხო არ გეტყვი კიდე ზე გეტყვი ერთიანად რომ მოგაყაროთ რომ არ მოგეწონოს მე ნელა ესე გეტყვი თან მღერის რატი როგორ მღერის რატი